სტუდიაში ვსაუბრობთ ბატონ ვალერი ჩეჩელაშვილთან და ბატონ ვიქტორ ხიპიანთან ერთად. ჩვენ პრინციპში ვისაუბრეთ ალასკის სამიტის ექოზე და ვაშინგტონის შეხვედრის პერსპექტივაზე. ძალიან რთულია რაღაც კონკრეტულ მოლოდინებზე საუბარი, თუმცა როგორც უკრაინელებმა, ასევე ევროკავშირმა, ბრიტანეთმა მონიშნეს ის წითელი ხაზები, რომლის დათმობასაც არავინ აპირებს. თავად თეთრი სახლის ადმინისტრაციის მხრიდან ამ შემთხვევაში რუბიოს პირით ითქვა, რომ ეს გასაგებია მათთვის და არავინ აპირებს რამეს ეწოლის განხორციელებას, მაგრამ ფაქტი არის, რომ გარკვეული დათმობებისა და კომპრომისების გარეშე არა მარტო ამ შემთხვევაში, არცეთ სხვა შემთხვევაშიც თუ კი ომი არ მოიგო ერთმნიშვნელოვნად ვიღაცამ, რაიმე ტიპის სამშვიდობო შეთანხმებები არ მიიღწევა. მაგრამ ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი არის, ბატონო ვიქტორმა ახსენა განსაკუთრებით ტერიტორიების გაცვლის კომპონენტების ფაქტორების შემოტანის ფოკუსში საქართველოსთვის, ჩვენთვის, ყველა ჩვენგანისთვის და ამ მხრივ შეიძლება ვინმესთვის უცნაური, მაგრამ ახლა ბევრი ჩვენგანისთვის უკვე აღარ არის ეს უცნაური განწყობა შეინიშნება ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილში, რომლის კულტივატორიც არის დღეს საქართველოში მყრობელი რეჟიმი, ასე ვთქვათ, რომელიც პოსტ-პოსტზე აქვეყნებს განცხადებაზე აკეთებს უმაღლესი პირების მხრიდან, რომ აი ხო ნახეთ ალასკით განცხადებებით პუტინისა და შემდეგ ტრამპის დათანხმებით ყველაფერი გაირკვა, ყველაფერს თავის სახელი დაერქვა, რომ ეს იყო დასავლეთის პროქსი ომი რუსეთთან და რომ 2008 წელსაც საქართველოს ზუსტად ასე იქნა გამოყენებული და ახლაც ჩვენ შარტო ზუსტად ამ მიზნებისა და ამოცანებისთვის ცდილობდნენ. ამიტომ მე მინდა ორ თქვენგანს, ამ ხელა ცოდნისა და გამოცდილების ადამიანს არათუ უპასუხოთ ამას საზოგადოებას აუხსნათ კიდევ ერთხელ, რადგან როგორც ჩანს, მაინც არსებობს ამის საჭიროება, რაზეა საუბარი ამ შემთხვევაში, ან პუტინმა რა თქვა, ან დასავლეთი როგორ უყურებს ამ პროცესს და ან საქართველოს და უკრაინას რა როლი აქვს მთელს ამ ძალიან არასასიამოვნო და ტრაგიკულ დაპირისპირებებში. ბატონო ვალერი, თქვენი დავიწყოთ. სხვათა შორის ახლა პუტინის სიტყვების არგუმენტად მოყვანა საკუთარი პოზიციის გასაძლიერებლად თავისთავად უცნაურად მეჩვენება, მაგრამ ჩვენ ალასკის შეხვედრის მოლოდინში სულ საუბრობდით, რომ ყველა კარტი აქ ხელზე და კარტი რუსეთს არა აქვს, ამიტომ შემცდარვართ. ერთი კარტი ქონია, ასე ვთქვათ, რუსეთს და ძალიან კარგად გამოიყენა პუტინმა ეს, როდესაც ასე ვთქვათ, მლიქნელურად ტრამპს დაუდასტურა, რომ აი თქვენ ნამდვილად ყოფილიყავით პრეზიდენტი, მაშინ ეს ომი არანაირად არ დაიწყებოდაო და ამით ძალიან ასიამოვნა ბატონი ტრამპი, მაგრამ იმისთვის რომ ჩვენ კარგად გავაანალიზოთ თუ რა მოხდა მაშინ, უნდა გავიხსენოთ ის დიპლომატიური რთული თამაში, რომელსაც დასავლეთი ნატო მთლიანად აწარმოებდა რუსეთთან. ანუ რუსეთის პოზიცია რა იყო მაშინ, რომ ჩემი მთავარი საფრთხე ჩემთვის არის ის, რომ უკრაინის გაწევრიანებით ნატოში, ნატოს ინფრასტრუქტურა და ჯარები განლაგდება უკრაინის ტერიტორიაზე და ეს შეუქმნის საფრთხეს ჩემ უსაფრთხოებას და ამას მე ვერ შევეგუები. ამაზე ნატომ შესთავაზა შემდეგი რამ, რომ ჩვენ მივიღებთ უკრაინას ნატოში, მაგრამ ავიღებთ ვალდებულებას, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად ინფრასტრუქტურა და ჯარები უკრაინაში არ განთავსდება. აქედან გამომდინარე იქნებოდა უნიკალური ვითარება. უკრაინა იღებდა გარანტიებს ნატოს 1959 წლის ხელშეკრულების მეხუთე პუნქტის შესაბამისად, ხოლო არავითარი საფრთხე არ შეიქმნებოდა რუსეთისთვის, იმიტომ რომ ფაქტიურად არაფერი არ განლაგდებოდა, არ ჯარები და არც ინფრასტრუქტურა. ამასთან ერთად ნატოს პირობა იყო, რომ სარაკეტოს ტომოგავკების სისტემებს გამოიწვევდა პოლონეთიდან და რუმინეთიდან. და გახსნიდა მთლიანად შესაძლებლობას ინსპექციებისთვის, ასე ვთქვათ, შემოწმებებისთვის და ასე შემდეგ. ამაზე რა იყო რუსეთის პასუხი? ეხლა მე იძულებული ვარ უბრალოდ ციტირება მოვახდინო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რიაბკოვის გზავნილის, რომელიც მინისტრის მოადგილის, რომელიც მან პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ ვეუბნებით ნატოს აიკარით გუდა ნაბადი და დაახვიეთ 1997 წლის ხაზზე.
ანუ მე არაფერს არ ბოდიშს ამისთან ლექსიკისთვის, მაგრამ ნამდვილად რუსულადაც შემიძლია ამის გამეორება სიტყვით გადავთარგმნე ეს. ამიტომ რუსულადაც ბზანეთ ეს. Собирайте свои манатки и валите на линию 97-го года. А ეს იყო სიტყვით რუსულად ნათქვამი რიაბკოვის მიერ. ნუ ეხლა როგორი დიპლომატიური ნათქვამია ხო გასაგებია. ამიტომ ამ ბარბაროსული შეჭრის მოლოდინში ნატომ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ომი არ მომხდარიყო. მეორეს მხრივ პუტინისთვის აბსოლუტურად არ იყო არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა თუ ვინ იქნებოდა ბრიუსელში ხელმძღვანელად ან ვაშინგტონში, იმიტომ რომ მისი მთავარი მამოძრავებელი мотивация იყო საბჭოთა კავშირი ორის აღდგენა და საბჭოთა ან რუსული იმპერიის აღდგენა შეიძლება საქართველოს გარეშე, აზერბაიჯანის, ყაზახეთის გარეშეც კი, მაგრამ უკრაინის გარეშე ეს არ გამოდის არანაირად, ამიტომ მას ქონდა ეს იდეა, ამ იდეის განხორციელებისკენ მიდიოდა, იყო დარწმუნებული აბსოლუტურად, რომ კიევს აიღებდა 3 დღეში, რომ ყვავილებით და ასე ვთქვათ, სიმღერებით დახვდებოდნენ უკრაინელები და ვინაიდან იყო დარწმუნებული ამაში, შეიჭრა უკრაინაში და გაგახსენებთ პუტინის სიტყვებს ამ შეჭრის დროს. არც კი გაბედოთ რაიმე დახმარება აღმოუჩინოთ უკრაინას, თორემ იმის თანადღეები დაგატყდებათ, რომ ვერც კი იფიქრებთ თუ რა შეიძლება თქვენ თავს მოხდესოდა. ეხლა ამის ყველაფრის დავიწყება ხო არ შეიძლება და იმის თქმა, რომ იცით ეს იყო ესე იგი გლობალური ომის პარტიის რო დასავლეთი პროვოცირებდა და რაღაცა ეხლა ვინც ელემენტარულად ესე იგი ამ დიპლომატიურ თამაშს ადვენებდა თვალყურს და ვინც იცის რა არის რუსეთი და რა არის მისი მთავარი ფილოსოფია საერთაშორისო ურთიერთობებში და მისი მთავარი იდეა პუტინმა თქვა ძალიან კარგად თვითონ ხო გახსოვთ რომ რუსეთს საზღვრები არსად არაა, არ თავდება რუსეთის საზღვრები. რუსკი მილი და ასე შემდეგ. ლამდეც გავიხსენეთ 2007 წელს მუნხენის კონფერენციაზე ეს ყველაფერი თქვა. ტრაგედია მოყალიბა და ამას ყველაფერს აუყრუა წლების განმავლობაში. ეხლა რუსეთს უნდა მშვიდობა და დასავლეთს უნდა ომი. ნუ ამის გაყიდვა მე ვფიქრობ საზოგადოებაში ძალიან რთულია. ბატონ ვიქტორ, თქვენ როგორ ფიქრობთ? ამომსურავად გაიცა ბატონი ვალერის მხრიდან პასუხი, უბრალოდ რა დარჩა ჩემგან დასამატებელი. პირველი მინდა გავიკვირვო ერთი რამ. იმ ცნობილი პრესკონფერენციის შემდეგ, როდესაც ტრამპმა თავისი პოზიცია მოახსენა აუდიტორიას და პუტინმა დათქვეს, რომ მრავალ საკითხზე არის პროგრესი, თუმცა არ დაკონკრეტდა. მას მერე მთელი მსოფლიო იმ დროს თავს და twins ხო რაში მოხდა პროგრესი და საიდან არის ადგილზე ჩვენთან ზოგიერთი ამხანაგი ასე ინფორმირებული მე გაგვირება მინდა მხოლოდ გამოვხატო ეხლა რაც შეეხება ზოგადად საკითხს ჩვენ აქ იდეალისტები არ ვართ ჩვენ რეალისტები ვართ იდეალიზმი მხოლოდ სიზმარში არის ეხლა რაც შეეხება რეალიზმს ჩვენ კარგად ხედავთ რომ ბრძოლის ველზე მიუხედავად იმისა ვინ რამდენი კილომეტრით საერთკენ წაიწევს მაინც გარკვეული პარიტეტი გარკვეული წონასწორობა შეიქმნა ამიტომ ბუნებრივი არის უნდა მოიქნეს გამოძებნილი გამოსავალი. რაც როდესაც ვთქვით, რომ ოპერატიული კონტროლი შენარჩუნდეს გარკვეულ მისაღებ ხაზზე და ამასთან უნდა ახლდეს აუცილებლად დანარჩენი უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიების, მყარი გარანტიების, არა სიტყვიერი, არამედ ფორმალური და ლოჯისტიკური გარანტიების შექმნა, ეს ერთი წინაპირობა და მეორე. უკრაინის მაგალითისგან აუცილებლად უნდა შეიქმნას დანარჩენი უკრაინის მაგალითისგან შოუ-კეისი. შოურუმი რა არის, როდესაც შენ ხარ დასავლური ღირებულებების ხოლგის ქვეშ და რა არის, როცა დანარჩენი უკრაინა, ოკუპირებული უკრაინა რჩება სხვა გამყოფი ფარდის მიღება. ამის მაგალითები რა თქმა უნდა, ამის მაგალითები ჩვენ გვაქვს დასავლეთ გერმანიისა და აღმოსავლეთ გერმანიის მაგალითზე, კორეის მაგალითზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს არის ალბათ ამაზე ყველაზე კარგი პასუხი იმ პროპაგანდის მისამართი ძალიან რთული მოსაძებნი არის რა რომ აი ამაზე უკეთესი მაგალითი სადემონსტრაციოდ რაზე არის საუბარი უკრაინის შემთხვევაში და რა ომი მიმდინარეობს და ისთვის რომ ეს არ არის ომი მხოლოდ ტერიტორიებისათვის არამედ ჩვენ ხშირად ვიყენებთ ხო ასეთ ტერმინს ცივილიზაციური არჩევანი იგივე არჩევანის წინაშე განადგეს უკრაინელები და ბოლოს ახლა როცა ჩვენ საუბრობთ რა ხდება რეალურად და ეხლა თქვენ ბატონი პაბუაშვილის განცხადება მოიტანეთ. ნაწილობრივ მინდა დავეთანხმო, მაგრამ არსებითად რა თქმა უნდა მცდარი ინტერპრეტაცია არის. რა თქმა უნდა უკრაინის ტერიტორიაზე ხდება, რაც ხდება, მაგრამ რა ხდება?
ორი ღირებულებითი მსოფლმხედველობითი სისტემა ერთმანეთთან მოვიდა კოლიზიაში. ერთი მსოფლმხედველობითი სისტემა, რომელსაც დასავლეთი წარმოადგენს, ვეუბნება, რომ ადამიანის ბედი, სიცოცხლე არის უპირატესი და სახელმწიფო ინტერესების მოსაზრებების გამო კეთილხმოვანი იქნება თუ არა კეთილხმოვანი და მით უმეტეს თუ ავტორიტარული არის არ შეიძლება გადათელოს და კიდევ ერთი მთავარი რომ მომცრო ჰოლანდიას მაგალითად ახლა ჩვენ ხო პატარა ეს ვთქვათ საგანმანათლებლო შევახსენოთ იგივე წონის ხმა შეიძლება კონდეს როგორც დიდ საფრანგეთს ან დიდ გერმანიას რა ხდება ახლა რუსეთის მხარეს ამ შემთხვევაში როდესაც რუსეთის დამოკიდებულება მისი სამეზობლოს მიმართ ეგრეთ წოდებული აი დიფერენცირებული სუვერენიტეტის რომ თქვენ კი ხართ სუვერენული მაგრამ ჩემი სუვერენულობა უფრო მეტი არის მე უფრო თანაბარი ვარ მე თანაბრებს შორის უფრო მაღალი ვარ სტატუსით აი ეს არის ფაქტიურად რაც რა არჩევანის გასაკეთებელი არის როდესაც შენი ხმა ფაქტიურად მანდატი ავტონომია შენ თვითონ განკარგო შენი ბედი უნდა მოახდინო დელეგირება ამ მანდატისას სხვაზე შენზე უფრო ძლიერზე და ეს ძლიერი რომ იყოს რაღაც ღირებულებით კიდევ მისაღები ნუ ჩვენც კიდევ ძაღლი არ დაყებთა მაგრამ აი ამაზე არის რეალურად საუბარი რომ ეს ორი მსოფლმხედველობითი სისტემა მოვიდა ერთმანეთთან ჯახში ასე რომ რა თქმა უნდა ნაწილობრივ ეთანხმები ტერიტორია შემოსაზრული არის თუმცა ჩვენც უნებურად ნებსით უნებლიეთ ჩართული ვართ ამ თემაში და ამიტომაც ჩვენ ძალიან ხშირად გვითქვამს რომ ის რაც ხდება უკრაინაში ეს უკრაინაზე უფრო მეტი არის უკრაინის ომის შედეგი თავისი სამხედრო თვალსაზრისით პოლიტიკური იდეოლოგიური თვალსაზრისით ეს არის დომინოს ეფექტი რომელიც გავრცობილი იქნება მთელი ქვეყნებზე მთელი გეოგრაფიაზე რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჯერ კიდევ მაინც იმყოფება გეოპოლიტიკურად გამოკიდებულ ვაკუუმში ასეთ მდგომარეობაში მათ შორის არის ჩვენი ქვეყანა ძალიან სამწუხაროა რომ ჩვენი საზოგადოების თუნდაც მცირე მაგრამ გარკვეული ნაწილი ამ ქვეყნის უბრალოდ ღირებულებით და ისტორიულ კი არა ფიზიკურ მტერს გულშემატკივროს იმ პროცესში რომელიც მიმდინარეობს და გულშემატკივროს იმას რომ პუტინის მიდგომებმა რაღაცა დონეზე მაინც თუ გაიმარჯვოს არა პოზიციები მოიმაგროს. ნუ ჩვენ საუბრის ბოლოს მაინც მინდა ორივეს მოგცეთ შესაძლებლობა კვლავ ხვალინდელი დღის ვაშინგტონში მართლაც ისტორიული შეხვედრის პერსპექტივიდან გამომდინარე ისტორიული იმითაც არის რომ ამ ფორმატით შეხვედრა მე უბრალოდ არც მახსენდება ხა ნატოს ფორმატში ეს ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან ოღონდ ზელენსკის გარეშე როგორც მიწვეული სტუმარი. ეხლა უკრაინაა მთავარი სტუმარი და ძალიან საინტერესო არის, როდესაც მთელი ევროპა, ანუ ფაქტობრივად მთელი დასავლეთი მას ზურგსაც უმაგრებს და გვერდითაც უდგას. როგორი იქნება ოპტიმალური შედეგი ტრამპთან ერთად მთელი ამ დასავლეთის აი ამ რთულ პიროვნებასთან, რთულ პოლიტიკურ მოვლენასთან, დონალდ ტრამპთან ერთად, რომლის არაპროგნოზირებადობაც ერთის მხრივ გარკვეულ საფრთხეებს ყოველთვის აჩენს და შიშებს, მაგრამ ამავე დროს ისეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიმღებ მოლოდინს აჩენს, რომელიც მთლად კომფორტული არ უნდა იყოს არც რუსეთისთვის, არც ჩინეთისთვის, არც ავტორიტარული ღერძის სხვა სუბიექტებისთვის. აი რა იქნებოდა ყველაზე იდეალურს არ ვიზახი. ოპტიმალური რა მოლოდინი გაქვთ ოპტიმალური შეთანხმებების ხვალ ოვალურ კაბინეტში. ნუ პირველი მე ვფიქრობ რომ ეხლა ამ ფორმატით უფრო მეტი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს ჩვენ ვიდრე ცალკე რო შეხვედროდა ბატონი ტრამპი ბატონ ზელენსკის. ეხლა ეს ცოტა უჩვეულო შეხვედრა იქნება იმ თვალსაზრისით რომ ევროპელებმა თვითონ შესთავაზე საკუთარი თავი. ამ შემთხვევაში ტრამპთან სტუმრობაში შესთავაზე, მაგრამ ეხლა იმასაც უნდა დავივიწყებთ, მესმის რომ ტრამპი არის რთული, ქარიზმატიული პიროვნება, რომელსაც აქვს რთული ხასიათი და ამ შემდეგ, მაგრამ ის მაინც ჩამოყალიბდა როგორც პიროვნება და როგორც პოლიტიკოსი დემოკრატიულ საზოგადოებაში და მისი ფასეულობათა სისტემა გაცილებით უფრო მეტ თანხმედრაშია ევროპელებთან ვიდრე პუტინთან. და ის რაც ახდენს გავლენას მის განწყობებსა და გადაწყვეტილებებზე ასევე ამ სისტემის ნაწილია, ხო? ამ სისტემის ნაწილია. იზოლირებული მოვლენა მაინც არ არის იმ სიტუაციაში. თუმცა ძალიან იქ არის მედია, იქ არის საზოგადოებრივი განწყობები, კვლევები, არჩევნები მოდის, კონგრესი უნდა გადახალისდეს, სენატში 30% ახალი უნდა ერჩიოს. საზოგადოებრივი განწყობებს უნდა მიაქციოს ყურადღება, იმიტომ რომ ბოლო ასე თქვათ გამოკითხვებით რუსეთს როგორც მტერს
არა როგორც კონკურენტს ან როგორც მტერს აღიქვავს ამერიკის მოსახლეობის 50% და 85%-ს არ ჯერავს პუტინის. ეხლა ამას არ შეიძლება რომ ტრამპმა არ გაუწიოს ანგარიში. ეხლა რა შეიძლება როგორი იქნება ოპტიმისტური სცენარი ხვალ. მე ვფიქრობ რომ აი მარკო რუბიოს შეფასებებიც არის ძალიან დამაფიქრებელი. მე ვფიქრობ ის თავს არ მისცემდა რომ ამისთან ამ კაფეო შეფასებები გაეკეთებინა, რო არ ქონოდა მანამდე ამ პრინციპებზე საუბარი ბატონ ტრამპთან და ეს იძლევა იმის საფუძველს რომ ჩვენ ვივარაუდოთ რომ ტრამპის პოზიცია იქნება გაცილებით უფრო ახლოს ევროპელების მიერ გაცხადებულ დეკლარირებულ დაწერილ პოზიციებთან, რაც სულ თანხმდრაშია უკრაინის ინტერესებთან, ვიდრე პუტინის რაღაც სცენარებთან, მაგრამ რამდენად დაუახლოვდება ტრამპის პოზიცია ევროპელების და რა კონკრეტული შედეგი დამთავრდება, ამის განჭვრეტა ცოტა რთულია. ნახოთ სულ რამდენიმე საათი და ბატონ ვიქტორ, აი არსებობს გარკვეული მოლოდინები, შეუძლებელია ტრამპი ვერ ხვდებოდეს, რომ ასეთ სწრაფი გარღვევის მიღწევა იქნება შეუძლებელი. მინიშნებებით საუბარი აგრეთვე იმაზე, რომ შეიძლება ეძებს გარკვეულ საბაბს იმისთვის, რომ ოდნავ დისტანცირდეს ამ უკრაინის პრობლემისგან, მაგრამ ამავე დროს აფიქსირებს იმას, რომ ნატოს მეშვეობით უკრაინისათვის იარაღის მიყიდვას არ შეწყვეტს, თუმცა ამერიკის მასშტაბური მხარდაჭერა ამ ეტაპისთვის ყოველ შემთხვევაში მაინც ძალიან მნიშვნელოვანია და არაჩვენოსნებია. ჩვენ საუბარში გვეშინია ასეთი სიტყვების გამოყენება იარაღის მიყიდვა, კომერციული ინტერესები. ეს ნორმალური არის, ეს რეალიზმის პოლიტიკისათვის არის აბსოლუტურად ნორმალური და თუ ჩვენ ინტერესთა თანხმდრაზე ვსაუბრობთ მათ შორის, ალბათ ეს ერთ-ერთი ძლიერი კვანძი არის, სადაც ევროპული ინტერესი და ამერიკული ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა. და ჩვენ ჩინეთი კი ვახსენეთ რამდენჯერმე, მაგრამ არ უნდა გამოგრჩეს, სამეთი მზადდება სექტემბრის დასაწყისში. გარდა მაგისა, ჩვენ ერთი რამ და არა მარტო ერთი, რაც ტრამპს არ უნდა დაუკარგოთ, რომ მან მრავალი თემა მოიყვანა მოძრაობაში და ბებერი ევროპა გამოაღვიცა და დაქოქა, ასე რომ ესეც რა თქმა უნდა ისი ძალიან მნიშვნელოვანი აქტივი არის და ამიტომ მე სხვადასხვა საუბრებში რომ ესმის რომ აი დეველოპერის იმით უდგება საზომით ეს არასწორი არის, ეს პოლიტიკურად გაუმართავი არის და მით უმეტეს ასეთი საუბრები არ გმართებს ჩვენ ქართული მხრიდან, როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვენთვის ძალიან კრიტიკულ პარტნიორზე და ამ პარტნიორ მეთაურ ქვეყანაზე. რას ველოდები მე აქედან გამომდინარე პირველ რიგში ხვალ შეიძლება არ ვიცი ახლა ეს ვთქვათ ფორმალისტურად, პოლიტიკურად რა დოკუმენტი შეიძლება დაიდოს, მაგრამ ყველაზე მთავარი მე ველოდები ჯანმრთელი ინტერესების კონკურენციას. ალბათ ეს მოლოდინი არის აბსოლუტურად გამართული, იმიტომ რომ უკრაინა მყარად დგას, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მყარად დგას საკუთარ პოზიციაზე, გამოღვიძებული ბებერი ევროპა შევიდა როლში, ტრამპი უჩვენებს მის სტილს, როგორც მას ჩვევია და ალბათ ეს ყველაფერი ეს ამჯერად ეს ჯახი ინტერესების, იმედია ჯანსაღი ინტერესების კარგული შედეგის დამდები უნდა იყოს და ბოლო რემარკის სახით ფაქტურად 6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ტრამპი გაპრეზიდენტდა, 6 თვიანი პერიოდი ზოგადად ამერიკულ პრაქტიკაში საკმარისი ვადა არის, რომ გადააზრებული იქნეს, გაანალიზებული იქნეს განვლილი პერიოდი, ამას შეიძლება გარკვეული კორექტივები შეიტანოს არა მარტო გუნდში, არამედ საგარეო ხაზში და ალბათ ეს ყველაფერი ის გაკვეთილები არის, მათ შორის ამ პროცესის ჩათვლით, რომელიც იმედია ამერიკის შეერთებულ შტატებს ზუსტად თუ არა მიახლოვებით მაინც იმ ორბიტაზე დააბრუნებს, რაც მას ღირსეულად ყოველთვის ეჭირა აწლევლების განმავლობაში და რაც თავარია ჩვენს ინტერესში არის, საქართველოს ინტერესში არის. მე გითხრი ბოლო კითხვა თქო, მაგრამ აი მოკლე პასუხი თუ შეიძლება, ლუკაშენკოზე გამახსენდა და რადგან ტრამპზე საუბრობდით, ლუკაშენკოსავით ივანიშვილს რატო არ ურეკავსო? გაჩნდა ასეთი კითხვაც. დაუშვათ ხო უცნაური ჩვენთან კი არა, ჩვენთან არიან პოლიტპატიმრები, მათ რიცხვს ლამის ყოველდღიურად ემატებიან ადამიანები. აი თუ კი ტრამპისთვის შესაძლოა საჭირო იყოს ასეთი ტიპის ადამიანებთან გარკვეული კომუნიკაციაც, მაშინ ივანიშვილს რატო არ ურეკავს? როგორ ფიქრობთ? აი ეს კითხვა რომ დაგვესვათ თქვენ ვიდრე დაურეკავდა პირველად ლუკაშენკოს, ამ მაგალითად კითხვა რომ დაგესვათ, რომ როგორ ფიქრობთ, ლუკაშენკოს უფრო დაურეკავს თუ ბატონ ბიძინა ივანიშვილს? ხო კაფეო კითხვას პასუხს ხო ვერ გავცემდი ჩვენ ამას. ამიტომ მე სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ ერთ დღეს დაურეკავს კიდევაც, მაგრამ მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში ტრამპს აქვს უკეთესი შესაძლებლობა. მას შეუძლია რომ
დანიშნოს ელჩი საქართველოში და შესაბამის თავისი გზავნილები ელჩის მეშვეობით გააცნოს ქართულ ოცნებას და დარწმუნებული ვარ ის არ დაკმაყოფილდება შეხვედრებით ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილთან, ბატონ ირაკლი ყობახიძესთან და ბატონ მიხეილ ყაველაშვილთან. მოითხოვს შეხვედრას საპატიო თავმჯდომარესთან და ურჩევდი ქართულ ოცნებას, რომ ამ შეხვედრაზე ვარი ახალებს არ უთხრა. აი რას ნიშნავს გვაწმოსილი დიპლომატი. ეხლა ჩემი პასუხის ვერსია ხა თქვენ იცით ბატონო გიორგი, რომ ბატონ ივანიშვილზე მე ვერიდები ასე პირდაპირ კითხვებზე პირდაპირ პასუხს, მაგრამ გვცემ პასუხს ქართული ოცნების პოლიტიკაზე და დამოკიდებულებაზე. ამიტომ ჩემი პასუხი ასეთი კონსტრუქციის იქნება თქვენ შეკითხვაზე, რომ თქვათ უპასუხოთ არ დავთვალო. ლუკაშენკოს პოლიტიკა მოწონს იმეს თუ არ მოწონს, უგვანუარი თუ რამეს გავს, მაინც პოლიტიკა არის. ის რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ეს პოლიტიკა არ არის. ეს არის ძელეცობა. ალბათ შეიძლება მაგით შეიძლება ახსნა ჩვენ, რომ მოწონს თუ არ მოწონს, მან დაურეკა პოლიტიკოს, მაგრამ ზარი არ გაისმაგეთ. მადლობა ბატონ ვალერი, ბატონო ვიქტორ. ამით დავსვათ წერტილი დღეს და დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, რომელზეც არა მარტო ჩვენ მთელი მსოფლიო ელის ვაშინგტონში მართლაც უპრეცედენტო ფორმატი შეხვედრა გაიმართება. ევროპელი ლიდერები და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მეომარი, მებრძოლი უკრაინის მებრძოლი პრეზიდენტი ზელენსკი ჩადის თავისუფალი სამყაროს ლიდერთან, ლიდერ ქვეყანაში. პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრაზე ყველანი ველით ამ შეხვედრის შედეგებს. ამას უფრო დღის მეორე ნახევარში გავიგებთ ცხადია, როცა ამერიკაში გათენდება და დაიწყება ეს შეხვედრები და ამის შესახებ ფორმულას ახალი ამბები, ასევე ჩემი კოლეგა უკვე სოფო ზურაბიანი გაგესაუბრება თავის სტუმრებთან ერთად. მე დროებით აგემშვიდობებით, მადლობა რომ გვიყურებთ. ნახვამდის.